თქვენ წარმოედგინეთ, რომ ხორბალი და პური მონაწილეობს ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც კი ადამიანს რაიმე ტიპის საღვთო თუ საერო დღესასწაული აქვს. ეს არის დაბადება, ეს არის ქორწინება, ეს არის გარდაცვალება, ეს არის შობა, ეს არის აღდგომა, ყოველთვის არის სარიტუალო საღვთო პურები ქრისტემდეც და ქრისტეს მერეც და აგრეთვე ხორბალიც. ამდენად დიდია და გარდა ამისა, იცით, ამ ორმა ელემენტმა თუ ერთმა, ჩემთვის ერთია ხორბალი და პური. ნახეთ, ხორბლის ყანას პურის ყანა ქვია. ხო, ქართულად. ლექსიკაში როგორ არის შემოჭრილი? პურობა, რაც ნიშნავს ზოგადად ვხინს, პურმარილს, ხო? პურად ძვირი. თუ ცოტა ძუნწია ადამიანი, ესე იგი პურის განაწილება. რატო? იმიტომ რომ თესლის განაწილება და პურის განაწილებაც არის საკრალური წესი. ანუ შენ თემში რო ცხოვრობ და მოიწიე მოსავალი, ხო? ის მოსავალი მარტო შენი კი არ არის. განსაკუთრებით სათესლე მასალა, რომელსაც თემის საბჭო ან თემის უხუცესი ანაწილებს. იმის მიხედვით, ვის რამდენი რესურსი აქვს, ფიზიკური, მიწავის რამდენი აქვს, ძალავის რამდენი აქვს და ასე შემდეგ. ასევეა პურზე, დღესაც ასეა. ხო, გინახავთ თქვენ საქართველოში ოჯახი, რომელიც დაამადლებს ვინმეს პურს და აი პურის გადაგდება არ შეიძლება. ის კი არ გადაგდება, კი არა, უკუღმა დადებაც არ შეიძლება. იმდენად საკრალურია.